ვირუსული ინფექციების სეზონი, რატომ გრძელდება სურდო და როგორ მოვიქცეთ სწორად. ამ პერიოდში აშკარად შეინიშნება ვირუსული დაავადებების მატება, წავე რესპირატორული ინფექციები, გრიპი და სხვადასხვა სეზონური ვირუსები. თითქმის ყველა ასეთი ინფექცია იწყება ერთნაირად: ყელის გაღიზიანება, საერთო სისუსტე, სურდო და რა თქმა უნდა ცხვირის ეგრეთ წოდებული გაჭედვა. თუმცა ხშირ შემთხვევაში სურდო ვირუსთან ერთად არ სრულდება, ის რამდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც კი გრძელდება. რა ხდება დაავადების შემდეგ? ვირუსული ინფექციის დროს ცხვირის ლორწოვანი გარსი ზიანდება და ვითარდება ანთება. ირღვევა მისი დამცავი ფუნქცია და ლორწოს ნორმალური გამომმუშავება. მაშინაც კი, როდესაც ვირუსი უკვე აღარ არის ორგანიზმში, ლორწოვანი გარსი ხშირად სრულად არ არის აღდგენილი, რის გამოც ცხვირი კვლავ სრულფასოვნად ვერ ასრულებს სუნთქვის ფუნქციას. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა მკურნალობის დროს? ამ ეტაპზე ადამიანების უმრავლესობა იწყებს სიზარს შემავიწროებელი ცხვირის წვეთების გამოყენებას. დიახ, ისინი სწრაფად ამცირებენ შეშუპებას და დროებით ამსუბუქებენ სუნთქვას, მაგრამ ისინი არ აღადგენენ ლორწოვან გარსს, არ ამცირებენ ანთებით პროცესს, არ უწყობენ ხელს ლორწოვანის სრულფასოვნ გამოჯანმრთელებას, შედეგად ხშირად ვითარდება პოსტვირუსული ან მედიკამენტოზური რინიტი. რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სუნთქვის დროებითი გამარტივება? ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ერთი ძირითადი საკითხი. ცხვირის ეგრეთ წოდებული გაჭედვა არ წარმოადგენს პრობლემას თავისთავად. ეს არის ანთებისა და ლორწოვანი გარსის რეგულაციის დარღვევის შედეგი. თუ მხოლოდ სიმპტომს ვამსუბუქებთ, რეალურ აღდგენას ვაყოვნებთ და მდგომარეობას კიდევ უფრო ვამძიმებთ. ასეთ შემთხვევებში მთავარი არ არის სიმპტომების ჩახშობა, არამედ ორგანიზმის მხარდაჭერა, რათა მან თავად შეძლოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციის აღდგენა. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული ბიორეგულაციური თერაპია. ცხვირის სპრეი ეუფორბიუმ კომპოზიტუმი არის ბიორეგულაციური პრეპარატი, რომელიც ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს ლორწოვანის დატენიანებას, მხარს უჭერს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს, არ იწვევს მიჩვევას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ვირუსული ინფექციების პერიოდში, ასევე ვირუსის შემდეგ, როდესაც სურდო ხანგრძლივად გრძელდება. ეუფორბიუმ კომპოზიტუმი განსაკუთრებით აქტუალურია ვირუსული ინფექციების სეზონზე, ხშირი რესპირატორული დაავადებების დროს, გახანგრძლივებული სურდოს შემთხვევაში, ცხვირის სიმშრალის, წვისა და ქერქების არსებობისას, მათთვის, ვინც უკვე დაიღალა მუდმივი ცხვირის წვეთების გამოყენებით. ეუფორბიუმ კომპოზიტუმი არ არის ერთჯერადი პრეპარატი, რომელიც მოქმედებს მყისიერად. ის მოქმედებს თანდათან, რადგან მისი მიზანია ლორწოვანი გარსის აღდგენა და არა მხოლოდ დროებითი შვება ნებისმიერ ფასად. ვირუსული დაავადებების სეზონზე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, როგორ მოვიხსნათ სიმპტომები სწრაფად, არამედ იმაზეც, როგორ აღვადგინოთ ორგანიზმი სწორად ინფექციის შემდეგ. ეუფორბიუმ კომპოზიტუმი ეს არის სურდოსადმი მიდგომა როგორც პროცესისადმი და არა როგორც უმნიშვნელო დროებითი პრობლემისადმი. მადლობა.